უმეტესობა ადამიანების არასწორად იგებს იმ მომენტს, როცა ღმერთი სიცოცხლის ხესთან გზას ბლოკავს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ხდება რისხვის, კონტროლის ან დასჯის გამო, მაგრამ სულიერად, მეტაფიზიკურად ეს არის წყალობა. როცა ადამი და ევა იღვიძებენ კეთილისა და ბოროტის ცოდნაში, ისინი ორპოლუსიანობაში შედიან. გონება იყოფა, გული ორ მხარეს იწევს, სიმართლე უსასრულობს ცვალებადი კუთხეებიდან ჩანს. ორპოლუსიანობა მშვენიერია, მაგრამ არამდგრადია. ეს ხიდია, არა დანიშნულების ადგილია. თუ დანაწევრებული ცნობიერება სიცოცხლის ხეს მიიღებს, ის გახდება მარადიული ცნობიერება დანაწევრებულ მდგომარეობაში. ეს არ არის გაღვიძება, ეს არის მარადიული ტანჯვა. ამიტომ ღმერთი კეტავს გზას არა იმისთვის, რომ ადამიანი პატარა დარჩეს, არამედ იმისთვის, რომ სული არ ჩაიკეტოს იმ მდგომარეობაში, რომელსაც ჯერ ვერ იტანს. ედენიდან განდევნა ღმერთისგან განდევნა არ არის. ეს არის დაცვა, სანამ მთლიანად დაბრუნებას შევძლებთ, სანამ არ გავიხსენებთ, როგორ დავბრუნდეთ მთლიანად. და იმ წამს, როცა წყვეეთ უსასრულო მეოთხედების დევნას, როცა წყვეეთ იდენტობის ძიებას პოლარობის გზით, როცა ჩრდილები აღარ გეკაჩებიან, სიცოცხლის ხე ისევ ჩნდება, არა როგორც ადგილი, არამედ როგორც მდგომარეობა. ედენში დაბრუნება არის დუალობის შიგნით ჩამოშლა შენში. დამოსვლის გზა გახდება დაბრუნების გზა, დახსენების მეშვეობით.